უკრაინის მასირებული დარტყმები რუსეთის შიგნით ლოგისტიკაზე აჩქარებს მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს. აშშ-ში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებების შემდეგ პირველად საჯარო დააკავშირა უკრაინის დარტყმები რუსეთის სიღრმეში მშვიდობის მოლაპარაკებების დაახლოებასთან. მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია აპირებს უახლოეს კვირაში შეისწავლოს ახალი შესაძლებლობა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მოლაპარაკებების განახლებისთვის. ხოლო ზელენსკი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ამოცანაა ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას უკვე ზამთრამდე. და პირდაპირ ამის შემდეგ ბოლო დღეღამეში უკრაინამ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმა ბოლო კვირების განმავლობაში. სარატოვისა და უფის ნავთობქარხნებზე, სამარასაუთში ვალდბერისის საწყობებზე და ბელგოროდში უნივერსიტეტზე, სადაც უპილოტო აპარატებს ამუშავებდნენ და ქმნიდნენ. ამ გამოშვებაში დეტალურად გამიფილოთ. რას თქვა მარკო რუბიომ? რა ხდებოდა როგორც ამბობენ ადგილზე, ფრონტზე, მათ შორის რუსეთის სიღრმეშიც და როგორ გვიახლოვებს ეს თქვენ და ჩვენ მშვიდობასთან. ან არ გვიახლოვებს. მოკლედ, მოდით ერთად განვიხილოთ. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ უახლოვდებით 300,000 გამომწერის ნიშნულს. ამიტომ მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მოდით დავითხოვთ აშშ-ში სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით და შემდეგ მოვიყვანთ მის ციტატას. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში შნახავთ შეიძლება თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას და ამ ომის დასრულებას. შემდეგ მან დაასახელა მთავარი სირთულეც, რომელსაც ეს პროცესი აწყდება. ციტატა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ ორივე მხარეს საკმაოდ მკაფიო წითელი ხაზები აქვს და სანამ ამ წითელ ხაზებს ოდნავ მაინც ვერ დავაახლოვებთ, სასურველ შედეგს ვერ მივახცევთ. და სწორედ აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება მარკო რუბიოს ჯდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საერთო ხაზში და არ ჟღერს იზოლირებულად. ზუსტად 31 ივლისს, არცე დიდი ხნის წინ, ტრამპმა თავად განაცხადა, რომ როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ უნდა დათმონ გარკვეული რამ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. მაგრამ ადრე იგივე ტრამპი და მარკო რუბიო აცხადებდნენ, რომ უკრაინულ დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეერთებული შტატები განიხილავს როგორც ესკალაციას, რომელიც მიზნად ისახავს მოლაპარაკებების დაახლოებას. და როგორც ჩანს, ეს გახდა ახალი სტრატეგია მოსკოვის დიალოგზე იძულების. გახსენებთ, სულ რაღაც 4 დღის წინ გახდა ცნობილი, რომ სწორედ შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა გადასცეს უკრაინას სადაზვერვო მონაცემები, რომლებმაც კიევს საშუალება მისცა შეედგინა რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებების განლაგების რუკა. იმისთვის, რომ უპილოტო აპარატებს შეძლებოდათ მათი გვერდისავლა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და Wildberries-ის საწყობებზე თავდასხმისას, ამის შესახებ წერს Financial Times. გარდა ამისა, აშშ-სა და საფრანგეთის სადაზვერვო მონაცემებმა ასევე მისცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა გაეუმჯობესებინათ სამიზნეების შერჩევა, რაც დაეხმარა მათ გაეგოთ, სად უნდა მიეტანათ დარტყმები. უკრაინელი სამხედრო დამგეგმავები, დრონების ოპერატორები და ენერგეტიკის სპეციალისტები ამბობენ, რომ დარტყმების მიზანი ახლა აღარ არის მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ხანძრების გამოწვევა ან რეზერვუარების განადგურება, არამედ ის, რომ საწარმო რაც შეიძლება დიდი ხნით გამოვიდეს მწყობრიდან. სპეციალისტები კონსულტაციას უწევენ დრონების პილოტებს, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რომელ ნაწილში უნდა მიიტანონ დარტყმა მაქსიმალური ზიანისთვის. მაგრამ ამისთვის ჯერ საჭიროა სუპერ დეტალური სადაზვერვო მონაცემების მიღება, რომლებიც უკრაინამ აშშ-სა და საფრანგეთისგან მიიღო. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს განმეორებითი დარტყმების მიყენება ერთსა და იმავე კრიტიკულად მნიშვნელოვან აღჭურვილობაზე, სანამ სარემონტო სამუშაოები დასრულდება. ეს ისაა, რაზეც ჩვენ თქვენთან ერთად საუბრობდით. მთავარი მიზანია, რომ ეს ქარხანა მთლიანად გაანადგურონ, რათა მისი აღდგენა თვეების განმავლობაში სცადონ. აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ უკრაინა უკვე 1 თვეზე მეტია ატარებს ამ კამპანიას მოლაპარაკებებზე იძულების მიზნით. სანამ აშშ-ში დიპლომატიაზე საუბრობენ, რუსეთზე სამხედრო ზეწოლა არ მცირდება, პირიქით, იზრდება. 2 აგვისტოს ღამეს უკრაინულმა უპილოტოებმა ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს შეუტიეს რუსეთის შიგნით. პირველი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სარატოვში. მეორე, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშნეფტი უფა ნეფტეხიმი უფაში. ეს უკვე მეორე თავდასხმა ამ საწარმოზე ბოლო 2 დღეში. აი, რაზეც ცოტა ადრე ვთქვით. ანუ განმეორებითი დარტყმები, რომ საბოლოოდ გაანადგურონ. მესამე. ეს არის მსხვილი ლოგისტიკური ცენტრი Wildberries-ის სოფელ ნოვოსემეიკიში, სამარის ოლქში. ფართობით თითქმის 180,000 კვადრატული მეტრია. სხვადასხვა ეს ერთ-ერთი მთავარი კვანძია, რომელიც ევროპულ და აზიურ ნაწილებს აერთებს რუსეთში.
ასევე დარტყმის ქვეშ მოხდა სამხედრო აეროდრომი ენგელსი, სადაც ბაზირდება სტრატეგიული ბომბდამშენები Tu-95 MS-ი და Tu-160 და ნავთობის ბაზა ლუდინოვსკაია კალუგის ოლქში. ასევე ბრიანსკის რეგიონში უკრაინელმა მებრძოლებმა ზუსტად დაარტყეს დარტყმითი დრონების შენახვის, მომზადებისა და გაშვების ადგილს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იმ ღამეს გადაიჭირა და გაანადგურა 635 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. 635. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უკვე 4 თვეა უკრაინა ყოველ ღამე რუსეთში უფრო მეტ დრონს უშვებს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში. ისე გინდა კითხო, რუსებო, რა ხდება? ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის? ხომ ვლადიმირ პუტინმა გითხრათ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვითაა. თუ შეგახსენებთ ფრაზა, როცა პუტინი ამბობდა, ჩვენ ჯერ სერიოზულად არაფერს ვიწყებთ, ეხლა უკვე დაიწყეთ, თუ ისევ არ დაგიწყეთ. უკვე 3 აგვისტოს ღამით ახალი დარტყმა მიაკენეს ბელგოროდის სახელმწიფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ურუნივერსიტეტს შუხოვის სახელობის. შეტევა განხორციელდა სწორედ ამ უნივერსიტეტის კორპუსზე, სადაც მიმდინარეობდა უპილოტო აპარატების შემუშავება და ტესტირება. შენობა სხვათა შორის მთლიანად დაიწვა. თავად უნივერსიტეტი ქმნიდა უპილოტო აპარატების ავტომატიზირებულ მართვის სისტემას, მიკროპროცესორ მილანდრის ბაზაზე. თუმცა ოფიციალურად უნივერსიტეტი აცხადებდა, რომ ეს პროექტი განკუთვნილი იყო სამოქალაქო დანიშნულებისთვის, ელექტროგადამცემი ხაზებისა და თბომაგისტრალების მონიტორინგისთვის. აქ კიდევ ერთი საჩვენებელი დეტალია. იმავე ზაფხულს უნივერსიტეტმა გამოაცხადა სკოლის მოსწავლეების მიღება უპილოტო აპარატების შექმნის კურსებზე. და შემდეგ ვლადიმირ პუტინი მოუყვება რუს ველურებს. თითქოს უკრაინა უტევს საწყალ სტუდენტებს, რომლებიც აწარმოებენ იარაღს უკრაინელების მოსაკლაინელების მოსაკლავად. ეს კიდევ ერთი მინიშნებაა კიდევ ერთ საინტერესო უნივერსიტეტზე, რომელიც ამ ზაფხულს დაარტყეს. იმავე ღამეს ვლადიმირის ოლქში კიდევ ერთი Wildberries-ის საწყობი დაარტყეს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსეთში, რომელმაც თავდასხმისა და ხანძრის შემდეგ სრულად შეწყვიტა მუშაობა. ხოთა შორის Wildberries-ის ლოგისტიკის წინააღმდეგ კამპანიის მასშტაბი უკვე შთამბეჭდავია. კომპანიამ ივლისის თვეში 20-ზე მეტი საწყობი დაკარგა უკრაინული დარტყმების გამო. შეგახსენებთ, ეს კამპანია 18 ივლისს დაიწყო. ანუ ფაქტობრივად 2 კვირაში 20-ზე მეტი საწყობი დაკარგეს. გარდა ამისა, რუსეთის მეორე ყველაზე დიდი მარკეტპლეისი, ოზონი, უკვე ემზადება ანალოგიური სცენარისთვის. საქმე იმაშია, რომ კომპანია იწყებს ძვირადღირებული საქონლის გადატანას თავისი 47 ლოგისტიკური კომპლექსიდან და 170-ზე მეტი დასახარისხებელი ცენტრიდან შეკვეთების გაცემის პუნქტებში. ესე იგი პატარა და არა უფრო პატარა. და მაქსიმალურად ძვირადღირებულ ნივთებს იქ მიაქვთ. ანუ ისინი ხვდებიან, რომ შემდეგი რიგში თავად არიან. ამასთან ჯერჯერობით არც ერთი ოზონის ობიექტი დაზარალებულა. მაგრამ კომპანიის აქციებმა უკვე რეაგირება მოახდინეს. 20 ივლისს ისინი 14% დაეცნენ და 2024 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ჩავიდა. დიდი საცალო ქსელი სახელად კრასნიეი ბელიე, ესეთი არსებობს რუსეთში. ამასობაში მან შემოიღო დამატებითი შეთანხმება, რომელიც მას ათავისუფლებს პასუხისგებლობისგან განადგურებული საქონლის შემთხვევაში. თუ დრონები თავდასხმა მოხდება. ამას იმდო ამბობ, რომ პრინციპში რუსეთში უკვე ყველა ეს საცალო ქსელები თავიანთ ოფერტებში უკვე ჩაწერეს პუნქტი, რომ თითქოს თუ რაკეტა ან დრონი დაარტყამს, ჩვენ საერთოდ არაფერ შუაში ვართ. თქვენი საქონელი დაიწובה, ეგ არაფერია. მიდით ვლადიმირ პუტინთან და კითხეთ მას რა ხდება. დღევანდელი დრის კიდევ ერთი საჩვენებელი ამბავი, ისევ რუსეთში მობილიზაციას ეხება. Wall Street Journal იუწყება, რომ რუსეთის ხელისუფლება მაინც განიხილავს ახალი მობილიზაციის შესაძლებლობას. სახელმწიფო დუმის სექტემბრის არჩევნების შემდეგ. აქ ისინი უკვე ამერიკულ მონაცემებზე მიუთითებენ. სახელმწიფო დუმის სექტემბრის არჩევნების შემდეგ. აქ ისინი უკვე მონაცემებზე მიუთითებენ. გამოცემის ინფორმაციით ამის მიზეზი კონტრაქტით მოსამსახურეთა ნაკადის შემცირებაა, რაც ხელს უშლის პუტინის გეგმებს მთელი დონბასის დაპყრობის შესახებ. სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ თვითონ დმიტრი მედვედევმაც კი აღიარა, რომ კონტრაქტით მოსამსახურეთა ნაკადი რეალურად მკვეთრად დაეცა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მოდით რეალურად შევაფასოთ სიტუაცია. მარკო რუბიოს განცხადება არ წარმოადგენს კონკრეტული მშვიდობგეგის გეგმის დაპირებას. არამედ თავშეკავებული ფორმულირება იმის შესახებ, რომ განიხილონ მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა რამდენიმე კვირის პერსპექტივაში. მაშინ როცა აშკარად ესმით, რომ მხარეების პოზიციები ჯერჯერობით ერთმანეთსგან შორსაა, მაგრამ მან მიანიშნა, რომ აშშ-ში მხარს უჭერს დარტყმებს რუსეთის სიღრმეში. რადგან ეს არის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის იძულებას. დროებით უკრაინა აგრძელებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებზე დარტყმებს. იმავე ტემპით, როგორც მარკო რუბიოს განცხადებებამდე. ანუ ამით სიტუაცია არ იცვლება. შემდგომი სცენარის შესაძლებლობები. რა იქნება შემდეგ?
პირველი სცენარი ისაა, რომ უახლოეს კვირაში მართლაც შედგება მხარეებს შორის კონტაქტის რაიმე ფორმა. შესაძლოა ეს მოხდეს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების უკრაინასა და რუსეთში დაანონსებული ვიზიტის გზით. შეგახსენებთ, რომ სტივენ ვიტკოვი და ჯარედ კუშნერი უახლოეს კვირაში უნდა ჩავიდნენ კიევში, შემდეგ კი მოსკოვში. ცხადი აქ იქნება მოლაპარაკებების რაიმე მცდელობა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 28 ივლისს ტრამპმა და ზელენსკიმაც განიხილეს ეს თემა. მეორე სცენარი არის ის, რომ უკრაინის დარტყმების ინტენსივობა რუსეთის ლოგისტიკასა და ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე გაგრძელდება ზრდას, მიუხედავად დიპლომატიის ტემპისა, რადგან ეს არის ერთადერთი ზემოქმედების ბერკეტი, რომითაც უკრაინა რეალურად უკვე ეხლა ფლობს. მესამე სცენარი, თუ გაზეთი Wall Street Journal მართალია მობილიზაციის შესახებ, სექტემბრის არჩევნების შემდეგ ეს შეიძლება გახდეს რუსეთის მხრიდან ესკალაციის საპასუხო ფაქტორი. სწორედ იმ მომენტში, როდესაც დიპლომატიური გზა მხოლოდ იწყებს გამოჩენას. და აშკარაა, რომ რუსეთის მხრიდან ესეც გააზრებული ნაბიჯი იქნება. ანუ ამ გზით ისინი სცდიან ერთდროულად მკვეთრად ესკალაციას, რათა მოლაპარაკებებზე მაქსიმალური დათმობები მიიღოს. შედეგი. მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მომავალ კვირაში განიხილავს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. ამასთან მან აღიარა, რომ მხარეების პოზიციებს საკმაოდ მკაფიო წითელი ხაზები ყოფს. ზუსტად იმავე დღეს უკრაინამ დარტყმები მიაკენა რუსეთში 2 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და Wildberries-ის დიდ ლოგისტიკურ კვანძს, სტრატეგიულ აეროდრომსა და უნივერსიტეტს, რომელიც უპილოტო აპარატებს ამუშავებდა, რითაც აჩვენა, რომ სამხედრო ზეწოლის კამპანია ველურ დაუბანელ რუსებზე ის არც ერთი დრით არ ჩერდება, სანამ დიპლომატიური პროცესი არსებობს. ჯერჯერობით მხოლოდ განზრახვების დონეზე. საერთოდ ეხლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაქსიმალურად ყველაფერი, რომ ამ ომის ფასი ველური რუსებისთვის იმდენად მაღალი გახდეს, რომ მათთვის უფრო იაფი იყოს ამ ომის დასრულება. აი სწორედ ამაში მდგომარეობს უკრაინის ამჟამინდელი სტრატეგია. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აცკაპუნეთ ზარზე. და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. მშვიდობით ყველას.